რა თქმა უნდა, ბუნებრივია დღეს ვისაუბრეთ ირანში ჩვენს მეზობლად განვითარებულ საკმაოდ მძიმე სიტუაციაზე. ეს ჩვენი რეგიონია, ეს მთლიანად პრაქტიკულად ის შუა აღმოსავლეთია, რომლის ფათე გაგებით ნაწილს გეოგრაფიულად ჩვენ შევადგენთ. და ტრადიციულად მეორე ნახევარში ვისაუბრებთ საქართველოზე, ჩვენთან განვითარებულ პრობლემებზე და სიტუაციაზე, როგორ ზემოქმედებს ეს ჩვენ შიდა პოლიტიკაზე და რა გამოსავალი და გზები არსებობს, რომ ნაკლები საფრთხეებით და ნაკლები პრობლემებით გავიაროთ ეს მძიმე პერიოდი. ირანში აირჩიეს ახალი სასულიერო და სამოქალაქო ლიდერი დიდი ხნის მსჯელობის და კამათის შემდეგ აირჩიეს ალი ხომეინის ვაჟი, უმცროსი ვაჟი მოჯდაბა ხამენეი. იყო პრობლემები რაღაც ნაწილში, მათ შორის უფრო სასულიერო ნაწილში, ელიტის ირანის არსებობდა განსხვავებული აზრი, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდა კაცს არ აქვს უმაღლესი სასულიერო წოდება, ის არ არის აიათოლა. მას აქვს სემინარია დამთავრებული ყუმის, არის ხოჯას სტატუსში, კითხულობდა კიდევაც ლექციებს ამ ყუმის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ეს არ არის უმაღლესი სასულიერო სტატუსი და შესაბამისად იყო შენიშვნები, მაგრამ რევოლუციის გუშაგთან, ანუ გასამხედროებული რაზმების მოთხოვნამ გადაძალა, ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ სწორედ ალი ხამენეის ვაჟი გამხდარიყო ლიდერი. დღეს ფაქტობრივად ის დატყმის ქვეშ არის, ვინაიდან თავად ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ მასთან შეუთანხმებელი დღეს ლიდერი ირანის გამომავალი სიტუაციიდან, რაც ახლა ირანში ხდება, უნდა იყოს მასთან შეთანხმებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ ახალ ლიდერს ემუქრება საფრთხე. ბუნებრივია, თავად ირანის სამხედრო ძალები შეეცდებიან, რომ დაიცვან მოჯდაბა ხამეინის სიცოცხლე და უსაფრთხოება. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ რაც შეეხება საომარ სიტუაციას, აქ ირანის სამხედრო ძალები საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. სახმელეთო თავდაცვის ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად განადგურებულია. საჰაერო თავდაცვა პირველივე დღეებში გაანადგურეს და რუსულმა და ჩინურმა სისტემებმა განსაკუთრებით ძირითადი საყრდენი ძალა საჰაერო თავდაცვაში იყო რუსული S-400, რომელმაც ვერანაირად ვერ გაუძლო იმ სამხედრო ოპერაციას, სადაც რუსები ახლა მსჯელობენ, რომ ეს მოულოდნელი იყო, სიურპრიზი იყო, ახალი იარაღი იყო და ასე შემდეგ. ანუ 650 კილომეტრის მანძილიდან ნასროლმა ახალმა შორს მოქმედმა ამერიკულმა რაკეტებმა გაანადგურა ფაქტობრივად მთლიანად ეს საჰაერო თავდაცვითი სისტემები, რომლის იმედიც ირანს და ირანის ავიაციას ჰქონდა და ირანის დატოვა ფაქტიურად დაუცველი. თავად ამ S-400 მოქმედების ტრაექტორია აქვს 400 კილომეტრი. და შესაბამისად ბუნებრივია ძალიან დიდი სამხედრო სიბრძნე არ არის საჭირო 400 კილომეტრის რადიუსის და კონტროლის მქონე აპარატი 650 კილომეტრზე მოქმედ რაკეტებს ვერ გაუძლებდა და შესაბამისად ვერც დააფიქსირებდა და ვერც ვერაფერს ვერ დააკლებდა. თუმცა რუსები ამას ჭირია, რომ მათ ატაკ MS-ის, ანუ წინა თაობის რაკეტებზე ჰქონდათ ეს ყველაფერი გათვლილი და მათი შორს მოქმედი ტრაექტორია 300-350 კილომეტრი იყო, მაგრამ
2025 წელს შეერაღებაში მიღებულმა ახალმა თაობამ ATACMS-ის რაკეტებისა ფაქტობრივად ეს იყო PRSM რაკეტები ამერიკული, რომელიც საიდუმლო იყო და რომელიც არ იყო ცნობილი, ახლა უკვე ირკვევა ათ ირანის, ათ რუსეთის, ათ ჩინეთის სამხედრო დაზერვისთვის, რომ უკვე სტაციონარულად იყო გამოშვებული და ფაქტობრივად სწორედ ესენი ირანის საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე, კუვეითში, კატარში და სხვაგან, იორდანიაში მათ შორის, იყო განლაგებული, საიდანაც ისინი თავისუფლად წუდებოდნენ ნებისმიერ წერტილს საჰაერო თავდაცვის ირანული განლაგებისა და შესაბამისად მიიღო ირანმა ეს სავალალო შედეგი, რომ ფაქტობრივად დღეს ირანის საში ისრაელის და ამერიკის თვითმფრინავები სრულად უსაფრთხოდ დაფრინავენ დანაკარგების გარეშე და ანადგურებენ სახმელეთო ინფრასტრუქტურას, მათ შორის სამწუხაროდ უკვე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და აქ ცოტა ხნით უნდა შევჩერდეთ ამაზე, იმიტომ რომ თითქოს ეს დაგეგმილი არ იყო. ამის შესახებ თავად ტრამპიც აცხადებდა, რომ ის არაფერს არ ეჩვეოდა ირანელ ხალხს, ის გაანადგურებდა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს და გაანადგურებდა შესაძლებლობას, რომ ირანს ქონოდა ატომური ბირთვული იარაღი და არ დაემზადებინა შესაბამისად ბირთვულქობინიანი რაკეტები. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ მას შემდეგ რაც ირანმა დაარტყა თითქმის ყველა მეზობელს, 12 ქვეყანას მეზობელს, ხო? ემირატებს, საუდის არაბეთს, კატარს, კუვეითს, იორდანიას, 12 მეზობელ ქვეყანას, მუსლიმურ და მეგობარ ქვეყანას, რომელიც არ არიან ჩართული ამ ომში ირანის წინააღმდეგ, თუ არ გავითვალისწინებ იმას, რომ ათეული წლებია მათ ტერიტორიაზე მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები, ეს ახალი არ არის, ეს არ გაკეთებულა ახლა, ან სპეციალურად ირანისთვის ეს ბაზები იქ დიდი ხანია მოქმედებენ და ეს ირანისთვის ცნობილი იყო. მაგრამ აქაც სიურპრიზი გახდა ის მოქმედება ირანის სამხედრო ძალების, რომ ისინიც აცხადებდნენ, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელი დაისხმებიან თავს და გამოიყენებენ ამ სამხედრო ბაზებს, ისინი მიუხედავად კუვეითთან, კატართან, საუდისთან, ემირატებთან მეგობრობისა დაატყავენ და გაანადგურებენ ამ სამხედრო ბაზებს, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს. მაგრამ 10 ირანს არ გაუკეთებია განცხადება, სანამ ეს ომი არ დაიწყებოდა, რომ ისინი არა სამხედრო ობიექტებს, სამოქალაქოს, ანუ სასტუმროებს, ცათამბჯენებს, მათ შორის საწარმოებს, ენერგეტიკულ ობიექტებს დაატყავენ. ანუ ერთი შემთხვევა, როცა ახლა ისრაელის და ამერიკის ავიაცია ბომბავს ირანში განლაგებულ საწარმოებს, ენერგეტიკულ ობიექტებს და ასე შემდეგ, ყველაზე მძიმე, მოულოდნელი და ალბათ ტრაგიკულიც არის, რომ დაბომბეს მტკნარი წყლის ქარხნები. ანუ მარილიანი მლაშე წყლის სასმელ წყალად გარდამქმნელი საწარმოები, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია რეგიონის უბრალო მოსახლეობისთვის. მთელი რიგი დასახლებები დარჩა სასმელი წყლის გარეშე, რაც ჰუმანიტარულ კატასტროფას წარმოადგენს და რაც იმედი აღარ გაგრძელდება და თავად ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი არ დაუშვებს იმას, რომ ბავშვები ჩვეულებრივი მოქალაქეები დარჩენ სასმელი წყლის გარეშე, რომ ეს ისედაც პრობლემაა ამ რეგიონში სასმელი წყალი და ეს დაბომბები და ეს განადგურებები, რა თქმა უნდა, ქმნის ამ ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეს. შესაბამისად იგივეს აკეთებს ირანით. ირანმა აფეთქა კატარის სოფლიოში ყველაზე დიდი თხევადი გაზის საწარმო, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ევროპაში მიდიოდა.
ეს საწარმო დღეს გაჩერებულია. ირანი ასევე აფეთქებს ენერგეტიკულ სხვა ნავთობ მომპოვებულ საწარმოებს ამ 12 მეზობელ ქვეყანაში და ასევე რაც სრულიად გაუგებარია და აუხსნელიც ის ესვის ტურისტების სავსე სასტუმროებს, ესვის საცხოვრებელ კვარტლებს, სათამბჯენებს. აი ასეთ ვითარებაში სრულიად გაუგებარი რჩება აი ამ ფინანსური ცენტრის განსაკუთრებით ეს ეხება აბუ-დაბის და დუბაის, ანუ არაბთა გაერთიანებულ ემირატებს, სადაც ძალიან დიდი ბრუნვა იყო მილიარდობით და ტრილიონებიც კი, რომელშიც თავად ირანელი მილიარდების მონაწილეობდნენ და სწორედ დუბაის და აბუ-დაბის ცენტრების, ფინანსური ცენტრების და საკრედიტო საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით ხდებოდა თუნდაც სანქციებიდან გვერდით სავლაც ირანისთვის იმ პროდუქტებისა და იმ შესაბამისი საგნების მიწოდება, რომელიც შეიძლება ყოფილიყო სანქცირებული, მაგრამ სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით ისინი ახერხებდნენ, რომ ირანელ ხალხს ეს პროდუქცია მიეღო. დღეს ეს ყველაფერი იცვლება. ეს სახელმწიფოები, თქვათ პირდაპირ, უკმაყოფილოებიც არიან, რომ მათი ცა ვერ დაიცვა ვერც ისრაელმა და ვერც ამერიკის შეერთებულმა შტატების სამხედრო ბაზებმა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 4-5 დღის შესაბამისად გათვლილი პეტრიოტის რაკეტები იყო მარაგში, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ თქვენ ისიც უკვე როგორ მეორე კვირა სრულდება, რომ გრძელდება, თითქმის 10 დღეა უკვე რომ გრძელდება ეს საშინელი ომი, თქვათ პირდაპირ და უკვე მარაგები ყველა სამხედრო ბატარეას, რომელიც უნდა დაიცვას თუნდაც კატარის, თუნდაც კუვეიტის, თუნდაც ემირატების, იორდანის ან სხვა მეზობელი ქვეყნებისა ირანული რაკეტებისა და დრონებისაგან უკვე საკმარისი არ არის. ეს მარაგები ამოიწურა და შესაბამისად ახლა მხოლოდ ავიაციის, რომელიც ასე უკონტროლოდ და დაუჟველად მოქმედებს, ამერიკის და ისრაელის ავიაცია მხოლოდ ამის იმედად არის დღეს ფაქტობრივად მეზობელი ქვეყნები. ირანი კი არ მალავს, რომ ვინაიდან მას არ შეუძლია გაუმკლავდეს უკვე ნათელია ეს თავის ტერიტორიაზე ისრაელის და ამერიკის ძალებს, ანუ ავიაცია ბატონობს აერში ამ ორი ქვეყნის, ფლოტი ფაქტიურად გაუნადგურეს და შესაბამისად ეს ავიამზიდები, რომელიც დგანან სიახლოვეს ირანის, არის ფაქტიურად გამტარი იმ ავიაციისა, რომელიც ასევე ანადგურებს ირანში ყოველგვარი შეფერხების გარეშე სახმელეთო მიზნებს და ინფრასტრუქტურას, ხოლო ირანს არ ყავს არც იმ დონის წყალქვეშა-ნავები, ან ფლოტი უკვე აღარ ყავს ისედაც, ავიაცია არ მუშაობს, შესაბამისად სარაკეტო გამშვები თანადგარების უმეტესობას უკვე გაუნადგურეს. ირანს დარჩა ერთადერთი ფთოსანი რაკეტები და დრონები აქვს დიდი რაოდენობით, ეს გადამალული აქვს, ამის მარაგი აქვს და დღეს სადაც ისინი წვდებიან ყველაზე ახლო მეგობრებს, აი შორს მოქმედი დრონებით ფაქტობრივად ბომბავენ, უფრო ათასობით აქვთ ეს დრონები და ბომბავენ ამ მეზობელ სახელმწიფოებს. აქ გაუჩნდა პრობლემა ამერიკასაც და ისრაელსაც, ვინაიდან ისეთი რაოდენობით აქვს და ისეთი რაოდენობით მოფრინავენ აი ესე ჯგუფურად დაბალ სიმაღლეზე ეს შორს მოქმედი საკმაოდ ეფექტური შაჰიდის დრონები ირანული წარმოების, რომ მათი გამკლავება უჭირთ. დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ უკვე 2 დღეა უკრაინელი სპეციალისტები მიიწვიეს, რომელთაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ამ ირანულ შაჰიდებთან ბრძოლისა, მათ წინააღმდეგ წარმატებული გამკლავებისა, ვინაიდან
სწორედ რუსული სამხედრო ძალა ირანიდან მიწოდებულ ამ დრონებს ესროდა კიევს, ლვოვს, ხარკოვს და ასე შემდეგ უკრაინულ ქალაქებს და მათ ეს გამოცდილება საკმაოდ დიდი დაუგროვდა. შესაბამისად ეს ინსტრუქტორები უკვე ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ ისინი არიან სწორედ აი ამ სახელმწიფოებში. ისინი არიან ემირატებში, კუვეითში, კატარში და აი ამ სხვა ისინი არ მუშაობენ უშუალოდ ირანთან სიახლოვეს. მათ სწორედ ეს დაავალეს, რომ დაისვან ამ სატელიტი სახელმწიფოების სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ირანული შეტევისგან. აი ისინი უშუალოდ აქ ამ ტერიტორიებზე ახლა მუშაობენ. რაც თავად სახმელეთო ოპერაციას შეეხება, ეს თემაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე ისაუბრა თავად ამერიკის პრეზიდენტმა. არსებობს რა თქმა უნდა გეგმა და ამაზე ისაუბრა ტრამპმა, რომ მზად არიან ქურთები, ერაყელი ქურთული პოლიცია, რომ ჩაერთონ ამ სახმელეთო ოპერაციაში. თუმცა ამის კატეგორიული წინააღმდეგია თურქეთი, ვინაიდან თურქეთში თითქმის 30 მილიონამდე ქურთი ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქე ცხოვრობს და თუ აქცენტი გაკეთდება თუ ერაყელი ქურთები, რომელსაც ფაქტობრივად აქვთ ავტონომია და საკმაოდ დამოუკიდებლები არიან და მათ აქვთ ნავთობიც საკმაოდ ისეთი განვითარებული უკვე ანკლავი ტერიტორიული ჩამოყალიბეს, არიან შეერაღებულები 300,000-იანი ეგრეთ წოდებული მილიცია ყავთ და ახლა შეუძლიათ გამოყონეს ძალები, რომ შეუერთდნენ ირანის ტერიტორიაზე მცხოვრებს, სწორედ აი ქერმანშაჰის პროვინციაში არიან და ილამის ყველაზე მეტად ეს ქურთული, კომპაქტურად დასახლებული ქურთული ეთნიკური წარმომავლობის ირანის მოქალაქეები და ისინიც მზად არიან ფაქტობრივად ჩაერთონ ირანის არმიის წინააღმდეგ. რაც ნებათ აჯანყება დავარქვათ ამას, გნებათ სამოქალაქო ომი, რაც თქვენ შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა, რა თქმა უნდა, ირანის შიდა სახელმწიფოებრივ სტატუსზე, ვითარებაზე. ამან შეიძლება აიყოლიოს ასევე აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფები, რომელიც თითქმის მესამედ წარმოადგენს ირანის 95 მილიონიანი მოსახლეობის 30 მილიონამდეა. ესეც ფაქტობრივად გვერდით აზერბაიჯანის, აკეთა აზერბაიჯანის საზღვარზე, თებრიზი არის მათი მთავარი ქალაქი, რომელიც საზღვარზე მდებარეობს და მათაც სურთ ავტონომია, ესენი არ არიან, რა თქმა უნდა, სპარსული ეთნიკური წარმომავლობის, ისინი თურქმენები არიან, ანუ თურქული წარმოშობის ირანის მოქალაქეები არიან. ამას ემატება მე ლურისტანი, რომელიც ასევე გვერდით არის ამ ქურთული დასახლების, ამ ქერმანშაჰის დრუზები და შემდგომ კიდე სხვა პატარა ეთნიკური საკმაოდ ჭრელია ირანის აი ეს ეთნიკური შეიძლება სურათი, ლანდშაფტი და რა თქმა უნდა ეს ჰიბრიდული ომი, როდესაც აჯანყება პლუს წაქეზება, დაპირებები, მაგალითად ქურთებს პირდებიან, რომ საუკუნეების განმავლობაში მათი მოლოდინი რომ შეექმნათ აღედგინათ უბრალოდ როგორც ისინი ამბობენ დიდი ქურთისტანის სახელმწიფო და მთლიანობაში ეს თუ ავიღებთ ერთად თურქეთში მცხოვრებ ქურთებს ყველაზე მეტი ეს 30 მილიონამდე ავიღებთ 12 მილიონია დაახლოებით ერაყში 8 მილიონია ირანში დაახლოებით 7 მილიონამდე არის ასევე სირიაში ეს მთლიანობაში თითქმის 55 მილიონამდე გამოდის და 55 მილიონიანი დიდი ქურთისტანის სახელმწიფო შესაბამისი ტერიტორიები, სადაც ისინი ცხოვრობენ ისტორიულად დიდი ხნის განმავლობაში, გაერთიანონ თან ყველა ეს ტერიტორია არის ერთმანეთის მოსაზღვრე. ერთმანეთის მოსაზღვრე ერაყი, თურქეთი, ირანი, სირია
ეს ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდნენ და მიიღონ ამის რუკების ქვეყნდება უკვე და თუ ამერიკა დადგება ამ პროექტის უკან, თუ ეს პირობა იქნება, ხო? ეს შეიძლება მოხდეს კიდევ. ხო, ხდება რეალური, თეორიულად ყოველ შემთხვევაში. რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, თურქეთიც, სირიაც და ყველა ირანის, რა თქმა უნდა, თავისთავად და ერაყის მათ შორის. ეხლა გუშინ განაცხადა ტრამპმა, რომ მას არ უნდა, რომ ქურთები ჩართოს, მას ჰქონდა საუბარი, არ დაუმალავს ეს, თქვა ისიც, რომ ისინი მზად არიან, ისინი ჩვენი ქურთები არიან, ეს მისი სიტყვებია, მაგრამ მას არ უნდა, რომ ამ საქმეში ჩართოს ქურთები, ამ სახმელეთო ოპერაციაზე ის ლაპარაკობდა და რა თქმა უნდა, ყველა ექსპერტი თითქმის უკვე ყველა თვლის, რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე ეს კონფლიქტი ვერ დამთავრდება. ირანში აუცილებლად უნდა მმართველობაში კონტროლის ქვეშ მოვიდნენ ისეთი ძალები, რომელიც ჩახსნიან ამ გუშაკთა კორპუსს, ჩახსნიან იმ ძალებს, რომელიცაც აგრესიულად არიან განწყობილი მეზობლების მიმართაც უკვე ეს თემა ასე ვერ დარჩება. ეს მეზობლობაც ისე როგორც იყო აქამდე უკვე აღარ გაგრძელდება, იმიტომ რომ დღეს საუდის არაბეთი, ემირატები, იგივე კუვეიტის მზად არიან ესულონ ირანს იმდენად გაწამებულები არიან უკვე, რომ იქ ყველაფერი დაინგრა ფაქტურად არსებული. დღეს ორი გამოსავალი აქვს, ან გაეშვან და ამერიკასთან ურთიერთობაზე თქვა უარი, რაც წარმოუდგენელია, იმიტომ რომ აქ ფინანსური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ძალიან ისეთი ბმა არის, ხო? და დადგენ ირანის გვერდით ამ პირიქით. ირანს განუდგნენ მიუხედავად მეზობლობისა, წმენისა და ტრადიციულად საუკუნეების განმავლობაში ურთიერთობისა და სწორედ ამერიკის ინტერესებით დაიცვან, რომ იყვნენ დაცულები და თავისი მოსახლეობა, თავისი ქვეყნები დაიცვან მომავალი აგრესიისგან. ან უნდა მოხდეს ის, სადაც ვლაპარაკობთ, სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ირანი უნდა გახდეს მშვიდობიანი, ტექნოლოგიურად გამართული, განვითარებული სახელმწიფო, რაც ყოველთვის ბედნიერება იქნება, 95 მილიონიანი ძალიან დიდი ცივილიზაციური წარსული, ძალიან ნიჭიერი ხალხი. უდავოდ. ირანელები თვითონ აშენებენ ნორმალურ, ჩვეულებრივ სახელმწიფოს განვითარებულ, რომელთან ურთიერთობა ყველას მომდება და რომელიც იქახება მათ შორის ჩვენი მეზობელის, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ეს ძალიან კარგი იქნება, თუ ირანი ასეთი მშვიდობიანი და განვითარებული სახელმწიფო გახდება. მაგრამ მოდი ვთქვათ პირდაპირ, ეს დიდხანს ამ ომის გაგრძელება არის ფაქტობრივად დამანგრეველი თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ისრაელს გავეშვათ, ისრაელი დიდი ხანი ამ რეჟიმში ცხოვრობს, მათ მუდმივი ომი აქვს და ისინი ასეთად მიჩვეული არიან ამაზე. აქ ლაპარაკი არის ყველაზე მეტად თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე, პერსონალურად ტრამპზე, ვინაიდან მას აქ ახლა შუალედური არჩევნები სენატში და ჰაუსში და თუ ეს ვერ მოაგვარა, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში. აიღოთ ატომ ეს ერთი თვე. და განვიხილოთ ძალიან მოკლედ. ერთი თვე, ანუ 4 კვირა, რაც დარჩა, 4 კვირის მერე ტრამპს აქ შეხვედრა ის მიემგზავრება ჩინეთში. დღეს რუსეთი და ჩინეთი გამადიდებელი შუში აკვირდება ყოველ დღე ძალიან სკრუპულოზურად მოვლენების განვითარებას. გუშინ პესკოვმა იხმარა ეს სიტყვა, რომ თუ ის სცენარი განვითარდა, რაც ჩვენს ვილაპარაკთ, რომ სახმელეთო ოპერაცია ჩატარდა და ირანი გადავიდა ირანის ნავთიც, ირანის მოსახლეობაც, ირანის ეკონომიკაც და უშიშროებას და უსაფრთხოებას გადავიდა ამერიკელების კონტროლის ქვეშ, ჩვენ დავიღუპეთ. ეს არის სიტყვები პესკოვის. ანუ რუსული ინტერესები გადადის მესამე პლანზე და რუსეთს თავად მოუწევს ამერიკასთან დალაგება ისე, რომ გაითვალისწინოს ამერიკის ინტერესები და შესაბამისად უარი თქვას იმ აგრესიაზე, თუნდაც იმ საშინელ აგრესიაზე, რაც მან გამოიშინა უკრაინის მიმართ, მათ შორის ჩვენზეც, დანარჩენებზე, საბჭოთა კავშირის აღდგენაზე და რაღაც მითოლოგიურ გლობალური მოთამაშის სტატუსზე, როდესაც ის ისეთივე სახელმწიფო უნდა იყოს
თავისი ტექნოლოგიით და მძლავრი სამხედრო არმიით, როგორც ამერიკა, როგორც ჩინეთი და ასე შემდეგ. დღეს ამის ძალა რუსეთს არ აქვს, მით უმეტეს უკრაინასთან 4 წლიანი ომის შემდეგ ის ძალიან დასუსტებულია. მას ეკონომიკა ფაქტურად აღარ აქვს, ერთადერთი ეს ქონდა ნავთობის და გაზის გატანა და აქ ფაქტურად ეს ხელები შეაჭრეს. მას ვეღარ გააქვს უკვე ნავთობი, გაზზე აღარ არის ლაპარაკი, თორე ეს გაზსადენები პრაქტიკულად აღარ არსებობს, გაჩერებულია და პლუს ტანკერები ყველა დასანქცირებულია ჩtildeოვანი და თან ვერ უბედავს მართალი თქვათ, იდაბი გაუსწოროთ თვალის სიმართლეს, ვერ უბედავს ამერიკას კრიტიკასაც კი. ასევე როგორც ვერ უბედავს კრიტიკას ამერიკას ჩინეთით. ისიც გამადიდებელი შუშით აგვირდება რა მოხდება და მისთვისაც რა თქმა უნდა წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით კატასტროფა იქნება ამერიკელების სრული კონტროლი ირანის ტერიტორიაზე, ირანის უსაფრთხოებაზე და ირანის ეკონომიკაზე და ნავთობზე. ვინაიდან ჩინეთმა გამოდის როგორც ვენესუელაში ნავთობი უნდა იყიდოს ირანში ამერიკელებისგან, რაც რა თქმა უნდა ყველაზე ცუდ სიზმარშიც სიძიმის არაწყობს, დორობს სიძიმის თავისი რა თქმა უნდა პრეტენზიები და გარკვეული ამბიციები ქონდა, რომ ის დაალაგდებოდა რაღაც ემუქრებოდა კიდევაც გვასოს ყველას ხო ამერიკას რო გაუჩერებდა ეგ რაღაც იშვიათი მეტალების მიყიდვას ექსპორტს რომელიც ხდებოდა ჩინეთიდან და ამის მეშვეობით დაარეგულირებდა გარკვეულწილად ცოტა დააცხრობდა ამერიკის ამბიციებს ჩინეთის მიმართ. ეს ასე არ ხდება. დღეს ყველაფერი ეს გახდა დამოკიდებული ირანში როგორ დამთავრდება ეს ოპერაცია, რასაც ახლა ატარებს ამერიკა ისრაელთან ერთად, ყველა მონაცემი გვაჩვენებს, რომ ამას შეიძლება ძიმე თავდები მოვლენების მოხდეს, რაც ახლა ხდება, ხო, იგივე იმ 12 ქვეყანაში სპასეთის ყურის, ორმუზის სრუტის გადაკეთვა და დღეს უკვე $100 აცდა ნავთობის ფასი 116-118 დოლარი იყო ხო, ნუ გაზის ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა 50%-ით ამ ყატარის ფაქტობრივად ყველაზე მთავარი საწარმოს გაჩერების შემდეგ ეს არის, მოდი დავარქვათ ამას თამდები მოვლენები. ამერიკა ცდილობს ამის შერბილებას იმით, რომ ერთთვიანი ლიცენზია მისცა ინდოეთს რუსეთიდან იყიდოს, ერთი თვე ოღონდ ამბობს ეს არის დროებით, ეს არ ნიშნავს რომ სანქციებს უსვნის რუსეთს, ვინაიდან რომ დარეგულირდეს ფასები და აი ამან ასე თქვათ ინდოეთს არ აქვს ნავთობი მოგხსენება და სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა ეს ორმუზის სრუტის გაჩერება, ასევე შეუძლია ამერიკას ეს დაარეგულიროს ჩინეთთან მიმართებაში. დღეს ჩინეთს ის აწვდის ვენესუელიდანაც, აწვდის აფრიკული გვინეიდანაც, აწვდის საკუთარ ნავთობსაც და თუ წარმოიქმნება პრობლემები, შეუძლია ასევე მოკლევადიანი ლიცენზიით რუსეთიდანაც მიაწოდოს. ერთი სიტყვით ჯერ სოფლიო უკვლავდება ამერიკის დახმარებით აი ამ პრობლემებს, მაგრამ ეს შეიძლება გაუთავებლად დიდხანს. ძალიან დიდხანს გაგრძელდეს 2 კვირა, 3 კვირა შესაძლებელია რომ მოხდეს ამის გამკვლევება, თუმცა ირანი გააგრძელებს ალბათ ამ დატყვევას მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავისი მეზობლების ასევე ეცდება რომ ორმუზის სრუტის გავლაში შეუშალოს ხელი ამ სუპერტანკერებს და შექმნას ეს პრობლემა. ეს შედის მის ინტერესში, რომ რაც შეიძლება მეტი ცეცხლი დაანთოს, რაც შეიძლება მეტად გააღიზიანოს ეს დიდი გიგანტი ქვეყნები, დიდი შვიდეული ეს Grand 7 ქვეყნები, რომ გამოიწვიოს ეს კრიზისი და შესაბამისად მათ შორის პირველ რიგში ჩინეთმა მოახდინოს ზეგავლენა ამერიკაზე, რომ შეწყვიტონ ასე თქვათ ირანთან ომი. ნუ რა თქმა უნდა, ილუზორული გეგმებია ირანის, მაგრამ ირანი არის დღეს განწერულ ვითარებაში, ვერც გამტყუნებ, ვერც პასუხს ვერ მოთხოვ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს ომი, რასაც ქვია, წაგებული აქვს სამხედრო თვალსაზრისით და დღეს ცდილობს თავის ყველაზე ახლობელ სახელმწიფოებს, მათ შორის წმენდითაც, მეზობლობითაც საუკუნეების განმავლობაში გაწიროს ისინი აი ამ პრინციპით, რომ მე თუ ვიწირები, გაიწირები თქვენც, ჩემთან ერთად. წავალ მე საფლავში, წამოყვებით თქვენ საფლავში. აი ეს პრინციპი აქვს დღეს
ირანს, რაც საშიშია და ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს თავისთავად. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამერიკას და ისრაელს რჩებათ რამდენიმე კვირა რომ ეს მოაგვარონ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამერიკა უნდა წავიდეს პეკინში სიძიფინთან სალაპარაკოდ, მას შემდეგ რაც ეს თემა ექნება მოგვარებული, წინააღმდეგ შემთხვევაში 10-300 არ მალავენ ჩინეთში, რომ საერთოდ ამ შეხვედრას შეიძლება საფრთხე შეექმნას. ეხლა რაც შეეხება თავად ვითარებას, რომელიც არანაკლებად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვისაც და მე გადავალთ უკვე საქართველოზე, ეს არის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა თეირანში და სხვა ქალაქებში. ირანში. დიდი ენერგეტიკული ობიექტების აფეთქება, მათ შორის თეირანის შემოგარენში გამოიწვია ხანძარი. ანუ რამდენიმე დღეა იწვის ნავთობი. მათ შორის ქალაქში, თავად, ანუ არხებში ცენტრალური ტრასების გასწვრივ მოედინება ეს ნავთობი ამ აფეთქების შემდეგ და იწვის. რაც ქმნის აუტანელ ვითარებას ქალაქში, მაგრამ რაც ყველაზე სახიფათოა, საყურადღებოა და ჩვენც უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ, ეს ნამწვი მოგესალმებათ, ეს არის ნახშირწყალბადი და ეს ნაწილაკები გაიწოვება ჰაერში და აწვის ზევით. ქმნის შავ ღრუბელს და გუშინ უკვე წამოვიდა პირველი წვიმა თეირანში, რომელსაც ექსპერტებმა დაარქვეს მჟავე წვიმა და ეს წვიმა უკვე შეიცავდა, ეს ნახეს ექსპერტებმა, მათ შორის ნახევარმთვარის ექსპერტებმა და დადეს ძალიან სახიფათო დასკვნა, რომ შეიცავს გოგირდის, აზოტის და ჩვენთვის ავად ცნობილი ციანიდის, ანუ კარბონის ელემენტებს, რაც ძალიან სახიფათოა ღია კანზე მოხვედრის შემთხვევაში იწვევს დამწრობას, შესუნთქვის ან ფირტვებში სხვა გზით მოხვედრის შემთხვევაში, ასევე კუჭში მოხვედრის შემთხვევაში იწვევს დამწრობას, გაღიზიანებას და საკმაოდ მძიმე შედეგებს და ანადგურებს მცენარეულობას, მათ შორის წვანილს, შესაბამის ყველაფერს, რაც ხდება ნიადაგში და შეწოვის შემთხვევაში ეს ხილიც და ყველაფერი, რაც ირანში არის ყვანილი, გახდება უვარგისი, ეს ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა, იმიტომ რომ ჩვენთან შემოდის ეს პროდუქცია მოგხსენებათ. მაგრამ კიდევ უფრო ძნელი და სახიფათო წარმოსადგენია ის პრობლემა, რომ ეს ღრუბელი ყოველწუთი შეიძლება წამოიღოს ქარმა და მოიტანოს საქართველოს. ჩვენ ვიცით ხო, რომ თბილისის აერი ხშირად არის გაჯერებული და აი სმოგი რაც არის გამოწვეული, სწორედ უდაბნოდან წამოღებული აი ქვიშის უდაბნოს ქვიშის მტვერით. თუ უდაბნოს ქვიშის მტერი მოაქვს აქამდე ჰაერს და ქარს, ადვილად წარმოედგენთ, რომ უფრო ადვილია იმ ქარისთვის ღრუბლის მომართვა და საქართველოს თავზეც ჩვენ შეიძლება შესაძლებელია დაგვიფაროს ხმელეთმა, მაგრამ სრულიად შესაძლებელია მივიღოთ ეს მჟავე წვიმა. ეხლა გადმოვიდეთ უკვე საქართველოს და დავიწყებ ზუსტად ამ ეკოლოგიური პრობლემით. არაფერი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ექსპერტები ამაზე ვამბობთ, მე 2 დღეა სხვა ტელევიზიებშიც ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ სრული სიჩუმეა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ისინი არათუ არ აფრთხილებენ მოსახლეობას, როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ მოადიდონ ბავშვები ამ წვიმას, რომ დაიცვან, რომ არ ასეთ შემთხვევაში ბავშვები დაიცვან პირველ რიგში აი ესეთი წვიმის წვეთებისა და შესაბამისად დასველებისგან, ან ტანსაცმელს როგორ უნდა მოიქცენ, ან ექსპერტები მიიწვია, რომ უთხრან, რომ როგორ უნდა მოიქცენ ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა გაუკლავდნენ ამას, რომ გაურეცხავი არ ჭამონ, რომ არ უნდა შეეხონ ისეთ რაღაცებს, სადაც აი ფაქტობრივად ეს რკინა, აზოტი და აი ეს განსაკუთრებით ციანიდი გროვდება ქვაზე, მეტალის ზედაპირზე, ასფალტზე და იქ უკვე მიდის, იქ ნახევარმთვარის ექსპერტები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ
ბავშვების თამაშის დროს როგორ დაიცვან თავი, როგორ უნდა გარეცხონოს ქუჩების მორეცხონ, მოაცილონ ესენი ეს საშიში ნაწილაკები. აქ საქართველოში არავინ ამ თემაზე ასაუბრობს, თითქოს ჩვენ სხვა ნახევარსფეროში ან სხვა კონტინენტზე მყოფებით და რაღაც ოკეანე გვყოფს ირანისგან. 160 კილომეტრია ბატონო. პირდაპირ არის ირანის საზღვამდე საქართველოს საზღვიდან 160 კილომეტრი. ანუ დაახლოებით ხაშურამდე მანძილი თბილისიდან რო ავიღოთ. ეს არაფერი არა, ეს ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ტერიტორიულად ერთ სივრცეში ვართ, ერთი ცის ქვეშ ვართ და მეზობლები ვართ, ხო? მართალია პირდაპირ საზღვარი არა გვაქვს, მაგრამ ხრუბლისთვის ამას ადვილად წარმოვიდგენთ, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. გვაქვს ჩვენ ერთად საზღვარი თუ არ გვაქვს. ეს აუცილებლად გამოსასწორებელია. ისევე როგორც ძალიან დიდი საფრთხის შემცველია გუშინდელი განცხადება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მან მოუწოდა თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში მგზავრობისგან. იმიტომ რომ არსებობს გარკვეული ხიფათები, თუმცა არ დაუსახელებიათ რა იყო ეს ხიფათები. ასევე მოუწოდა აზერბაიჯანში და სომხეთში თავის შეკავებისგან. ისე იგი, უნდა ჩათვალოთ ხო, რომ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაზერვას ისრაელის მოსადს აქვს ისეთი განსაკუთრებული ინფორმაციები საქართველოს შესახებ ირანიდან მომავალ საფრთხეზე, რომ თავის მოქალაქეებს უგზავნოს, ეუბნება და აფრთხილებს, რომ არ წახვიდეთ საქართველოში. არც ერთი სიტყვა, ან განცხადება, ან კომენტარი ამისა, ამ განცხადებისა ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში არ გაკეთებულა. ჩვენს მოსახლეობას არ მოусმენია, რომ ხალხო გავთხილებთ, ხილად იყავით, აი ჩვეულებრივი ცხოვრება, კეიფი და ასეთი თითქოს არაფერი ახსება, ყველაფერი კარგად არის, ხო? ჩვენ სულ ეს გვესმის ჩვენი მთავრობისგან. ყველაფერი კარგად არის, ხო? არ არის ყველაფერი კარგად. ამ ვითარებაში, როცა ეს გვესმის, როგორ შეიძლება ყველაფერი იყოს კარგად, როცა ბავშვები თამაშობენ ქუჩაში და თუნდაც აი ესეთი საფრთხე არის და კონცერტები ტარდება ჩვეულებრივად თბილისში, არის ხალხმრავალი შეკრებები ქუჩაში, ქორწილები და ყველაფერი ისე თითქოს არაფერი არ ხდება. ჩვენ ისიც კი არ გვითხრა აი ესეთი გვერდით მიმდინარეობს ომი, სულ მასშტაბიანი, საშინელი და არაფერი არ გითხრა ხელისუფლებამ, რომ თავშესაფრები არსებობს თბილისში. აი ძველი მაინც, რომელიც იყო სამოქალაქო თავდაცვის სულ წინა ხელისუფლების დროს, ხო? ის ძალაშია, თუ ისიც რაღაც ბიზნეს მიწისქვეშა ბიზნეს სუბიექტებად გადააქციეს ამ ჩვენო ოლიგარქებმა და მინი ოლიგარქებმა. არსებობს სადმე თავშესაფარი, მაგალითად საბურთალოელებს რო უთხრათ, ხო? უთხრათ ვაკის ხალხს, უთხრათ ავლაბას, უთხრათ გლდანს, დიდიღონ, სად წაიყვანონ ბავშვები, სად წაიყვანონ ქალები, ავტოფები, მოხუცები, რომელთაც უჭირთ, ყველაზე მეტად მოწყვლადი არიან ასეთ დროს, ხო? სად არის ეს თავშესაფრები, სადაც ხალხი შეიძლება ორგანიზებულად წაიყვანოს, თუ ჩვენ ხო არც ერთი კორპუსის ქვეშ განსხვავებით ისრაელისგან არ აქვს არანაირი სპეციალური თავშესაფრები, სადაც შეიძლება ასეთ შემთხვევაში ადამიანებმა თავი გადაიჩინოს და ეს ძალიან ეფექტურია, ვიცი, ჩვენ ხო ისრაელში ძალიან ბევრი ადამიანი უმკლავდება ამ დავუმოყრებს ამ საშინელ თავდასხმას და მსხვერპლი არის ძალიან ცოტა შედარებით იმასთან რაც ხდება და ეს ძალიან კარგია, რომ ისინი ასე მზად არიან ჩვენ ისთვისაც მზად. ჩვენ ერთადერთი რაც ვიცით, ისიც ჩვენ თვითონ ვიცით, არავინ არ გვაფრთხილებს, რომ არის მეტროები, რომ აი ესეთი მეტროს სადგურებში შეგვიძლია ჩავიდეთ ასეთ დროს, მაგრამ ახაც გვჭირდება სპეციალისტების აზრი, მათი მოსაზრება, რომ იქ წყალი არის, იქ რამე პირობა არის, ძველ დროს, როდესაც ეს მეტროები შენდებოდა, იქ იყო სპეციალური საცავები, სადაც იყო წყალი, წყლის მარაგები, იყო რაღაც განსაკუთრებული რაღაც სხვა მარაგებიც, რომ აი სიცოცხლის შენარჩუნებისათვის თუ რამე გარეთ მოხდებოდა ისეთი, ხო? კატასტროფის მსგავსი რაღაც რაკეტის აფეთქება, მაგრამ დღეს ამისთვის ვინმე არ იმზად, არაფერს სახელმწიფო ხალხს ამის შესახებ არ ეუბნება. აბსოლუტურად არაფერს. სული დუმილი, უშიშროების საბჭო გაუქმებულია, თვითონ გააუქმეს ამ ბატონებმა, ხო? ამის ადგენაც შეიძლება, მაგრამ არაფერი არც ამაზე არავინ არ საუბრობს.
რომ უშიშროების საბჭოს ცნობა ისთვის არის საჭირო ყველა ნორმალურ სახელმწიფოში არსებობს აი ესეთი საფრთხეების დროს ისინი ყოველ დღე იკრიბებიან ამას იხილავენ სულ ცოტა პარლამენტი მაინც უნდა იკრიბებოდეს ხო და საჯაროდ რომ ესმოდეს ხალხს ამას იხილავდეს არა პარლამენტი იხილავს ექსპერტები როგორ დაიბარონ ან კიდევ ჩემს არალეგიტიმურობას თუ არ აღიარებ დაგიჭერ აი ამას იხილავს დღეს პარლამენტი. აი დღესაც აი ამ ყველაფერი ამ ომის პირობებში მხოლოდ ამით არიან დაკავებული, მაგალითად სუსში იბარებენ ექსპერტებს, ანალიტიკოსებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ინჟინერებს და ეკითხებიან რომ თქვენ რაღაც საბოტაჟი გაქვთ, თქვენ რატო არ აღიარეთ ამ ხელისუფლებას, დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ. აი ეგ არის დღეს ამ ომის პირობებში დღეს ასე ჩვეულებრივად ძლდება ამ ხალხის დაბარება შეშინება, დაპატიმრება ტროტუარზე დგომისთვის და ასე შემდეგ. ვაგზალებთ იგივე ცხოვრება. რა გამოსავალი არსებობს საქართველოს. რომ მაინც მინდა ექსპერტული აზრი თქვენთან ერთად რო გავიაროთ. მე ვფიქრობ, რომ პირველი რომ შევხედოთ ვითარებას, უფრო ადეკვატური აღმოჩნდა ოპოზიცია. ოპოზიცია გაერთიანდა ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, ესხმოდნენ თავს აგრიდიგებდნენ, ლანძღავდნენ, დღეს მოძებნეს თავის-თავში ძალა ამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ საფრთხიდან, რაც ქვეყანას, ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ ხალხს და საზოგადოებას ემუქრება და 6 პარტია ფაქტობრივად გაერთიანდა, დაჯდა ერთად და იხილავენ ერთად ამ საფრთხეებსაც, მომავალ გეგმებსაც, გამოსავალსა და ასე შემდეგ. ხელისუფლებაში არაფრის შეცვლა არ სურთ აგზელებენ ჩვეულებრივად იძახენ რომ ყველაფერი კარგად არის ახლა ამერიკაშიც ვიყავით რაღაც გაურკვეველი დელეგაცია გააგზავნეს არ ვიცით ვის შეხვდნენ რა იყო რაც ვნახეთ ეს იყო ფაქტობრივად წყალწყალა შეხვედრები რომელიც არაფერს არ ნიშნავდა ვერც ყველაფერი ცვლილება ვერ დავინახეთ ამერიკის მხრიდან ისევ მივიღეთ წერილობით დასტური რომ ნაბიჯები თუ არ გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ შეიცვლება არავითარი გადაწყვეტა არ იქნება რა არის ეს ნაბიჯები? ჩემი აზრით ყველაზე პირველი და მე წერ ამაზე მუდმივად და დღეს პირდაპირ მოუწოდე კიდევ სხვა ტელევიზიაში და მე აქაც გავემეორო რომ პირველი გამოსავალი რომ დაინახოს ხალხმა და იმედი გაუჩნდეთ რომ რაღაცა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგეს ეს არის რომ თავად ივანიშვილი ვის ხელშიც არის დღეს გადაწყვეტილების მიღების მთავარი მექანიზმი ვის ხელშიც არის დაგროვილი საქართველოს მთელი სიმდიდრეც, ძალად, განვითარების რესურსებიც, ყველაფერი არის ამ კაცს აქვს ეს მითვისებული, მიტაცებული თუ კანონიერი და აღარაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტობრივად მის ხელშია ეს ყველაფერი, ხო? ის გვთავაზობს ჩვენ რაღაც პროქსი მთავრობას შეიძლება ითქვას და აი მათ ელაპარაკეთ. ისინი არაფერს გადამწყვეტები არ არიან. აღსულებაც კი აკრძალავს ისე რომ არ შეეთანხმონ ბიზნესთან და თვალებში უყურებენ და ვერ ბედავენ ნაბიჯების გადადგმას ომის პირობები ბატონებო სიმწვავეს ამ საკითხებისა 2-ჯერ, 5-ჯერ, 10-ჯერ ზრდის ამიტომ დღეს ამ თამაშის ამ რაღაც იმის ზოგს უკან და მალული ახლა 10 ბიზნა ივანიშვილი არ არის დენ სიაოპინი ის გენიალური პოლიტიკოსი იყო და 10 ჩვენ არ ვართ ჩინეთი, ხო? რომ დენ სიაოპინის ეს ფორმა არაფორმალური რაღაც დამალული ფაქტობრივად ოთახიდან მართვა იყოს შესაძლებელი საქართველოს. დღეს ერთადერთი შანსია გამოვიდეს ისევ ბიზინა ივანიშვილი ამ სამალავიდან აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და ეთქვას რაც უნდა მაგრამ უკეთესი იქნება თუ ის ლეგალურად გახდება ისევ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აიღებს თელ პასუხისმგებლობას საზოგადოების უსაფრთხოებაზე ამ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე თორემ რა მივიღეთ ჩვენ უკვე საქართველოში ისრაელის ელჩი ითხოვს განდევნონ აქედან ირანელები და ირანის ელჩი საერთოდ გამოდის და საერთოდ უარი უნდა თქვა ჩვენ ისრაელთან ურთიერთობაზე და ებრაელები უნდა აქამდეც მივედით ეს პირდაპირ ნიშნავს იმას რომ საქართველოს უკვე პატრონი არ ყავს
და ისინი საქართველოს მთავრობას არ უწევენ არანაირ ანგარიშს, წინანდელ შემთხვევაში ერთშები ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდნენ. აი ესეთ მოწოდებას შენ ირანის ელჩი ამოდის 26 საუკუნოვანი მეგობრობის შემდეგ ჩვენ უარი უნდა თქვა თურმე ისრაელის ხალხთან ურთიერთობაზე ეს სრული თავხედობაა, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამას და მთავრობა ამაზე უნდა აკეთებდეს რეაგირებას და არა ანალიტიკოსებს იბარებდეს იმაზე რომ შენ საბოტაჟი ხარ. საბოტაჟი არის ეს ირანის ელჩის ასეთი განცხადებები და საფრთხე, სერიოზული საფრთხე საქართველოსთვის, ხო? პრაქტიკულად ვინ უნდა შეძლოს ეს შეუძლია მხოლოდ კიდევ ერთხელ გამეორდები იმას ვინც გადაწყვეტილებას ღებულობს. გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში ღებულობს ივანიშვილი. ყველამ ვიცით ეს, ხო? განერას არ უნდა მალოთ, ჭირებია თავი მაინც არ დამალაო, ზუსტად ესეა, ეს ჭირი გჭირს, რომ ერთი ადამიანი ღებულობს ამ გადაწყვეტილებას და ეს ადამიანი ბიზნა ივანიშვილი. ის უნდა დაბრუნდეს. მან, რა თქმა უნდა გამართოს მოლაპარაკებები ხალხთან, პირველ რიგში იმ ხალხთან, ვინც რუსთაველზე დგას აგე უწყვეტად, ხო? ინუაში, ქარში, სიცივეში და იცავს სწორედ დასავლურ ღირებულებას, თვითონ ბიზნა ივანიშვილი და მისი პარტია ხო ამბობს, რომ ჩვენ ევროპასთან გვინდა გადატვირთვა, ჩვენ ამერიკასთან გვინდა გადატვირთვა. იქიდან სწორედ ამას თხოვენ, რომ დაელაპარაკე ამ ხალხს, მაშინ გამოდის, რომ ის ხალხი, ვინც რუსთაველზე დგას და ამას ითხოვს, და მათ სხვა მოთხოვნა არ აქვს, უნდა დასავლური ღირებულებების დაცვა, თავიანთი შვილების და შვილიშვილების მომავლის დასავლური მომავლის დაცვა და ისინი სწორედ გვახსოვს ყველას ხო აპროტესტებენ კობახიძის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებულ ევროპასთან მოლაპარაკების შეწყვეტას. აი იმ დღიდან რაც ეს გამოაცხადა კობახიძე, მიმდინარეობს ეს აქციები უწყვეტად რუსთაველზე, ხო? აი ბიძინა ივანიშვილს შეუძლია თქვას, რომ ის მზად არის გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, რომელიც ამისთვის არიან დაპატიმრებული, რომ ითხოვდნენ ევროპასთან მოლაპარაკების აღდგენას, დასავლური კურსის დაბრუნებას, ანუ ფაქტობრივად საკუთარი საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის დაცვა, სადაც პირდაპირ ჩაწერილი პრიორიტეტზე, პრიმატზე დასავლური ღირებულებებისა, ევრო ინტეგრაციის და ევროატლანტიკური მომავლის პრიორიტეტის. ეს თავად ოსნებამ ჩაწერა საქართველოს კონსტიტუციაში და ახლა თავადვე არიცავს ამას, ხო? ეს ყველაფერი დავაგდება იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი დაждდება ამ გაერთიანებულ ოპოზიციასთან, გამართავს დიალოგს, არა იმედში მაგდა ანიკაშვილთან, მიხედავად ჩემი პატივისცემისა ყველა ჟურნალისტის მიმართ, იქ არაფერი არ გადაწყდება. მით უმეტეს ეს არის რაღაც პროქსი დებატები საკუთარ კუდებთან, ასეთი ცრუ ოპოზიციასთან პირდაპირ შემიძლია თქვა ეს, რომ ყველა ხედავს ამას, ხალხი ხედავს, რომ ეს ხალხი არ არის ოპოზიცია, არა, რაც დადგმული სპექტაკლია, ეს მხოლოდ იწვევს ფრუსტრაციას, იწვევს თავად დებატის მნიშვნელობის გაბიაბროებას და გაფუჭებას თავად ამ ფორმისა და დებატები უნდა მოიტანოს სიკეთე, ამ შემთხვევაში მოაქვს ცინიზმი, პირიქით ზიზღი, გაუცხოება, საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რომ ეს სიტყვაც, ეს დებატებიც უკვე ხდება აბსოლუტურად მიუღებელი ამ ხელისუფლების ხელში და ხდება უაზრო. თავად ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ მის ხელში არის თავმოყრილი ეს ზავა, მოგწონს ჩვენ ეს არ მოგწონს, აქვს ამის რესურსი, მაგს თუ არ აქვს, თუ ამ ქვეყანაში უნდა მას ცხოვრება, ამ ქვეყანაში უნდა რომ გააგრძელოს ის, რასაც ის ამაღლა იძახდა, ხო, რომ მე სიკეთე უნდა მოუტანო ამ ქვეყანას ჩემ ხალხს, თუნდაც საკუთარი შვილების და საკუთარი შთამომავლობის უკეთეს ბედზე და საქართველოში ნორმალურ ჩვეულებრივ ცხოვრებაზე ფიქრობს, ის უნდა დაბრუნდეს და მან უნდა მოასწროს ამ ხნის განმავლობაში, რომ ახალი არჩევნების დანიშნოს, ამ ხალხსაც დაელაპარაკოს, ახლა ყველაზე მეტად საჭირო ეს საქართველოს. ჩვენ დგევთ უზარმაზარი საფრთხის წინაშე, ამ რეგიონში მიმდინარეობს ომი, ის ზოლი, სადაც ირანი წვდება დრონებითაც, სხვათა შორის 1000 კილომეტრზე მიფრინავს ეს ირანული დრონი, შაჰიდი. ზოგიერთი მოდიფიკაციის უფრო შორსად და იმ ფთოსანი რაკეტებითაც. როდის მოულის მას თავში, რომ ყველაზე დიდი საელჩო რეგიონში ამერიკის საელჩო არის თბილისში, რა არის კიდე თბილისში ისეთი
რომელიც ირანისთვის შეიძლება ამ განწერულ ხალხს უკვე ამ განწერულ ხელისუფლებას უბრალოდ მოეჩვენოს, რომ საქართველოში არის ისეთი რაღაცა, რომელიც ისრაელის ან ამერიკის ინტერესებშია და ზუსტად ეს თქვეს, ხო? რომ თუ რამე მოგვეჩვენა, რომ ჩვენ ამერიკის ინტერესებს ემსახურება და ისრაელი, ჩვენ დავბომბავთ. აი ასეთ ვითარებაში თუ შენი ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ ეს ხალხი გიყვარს, უნდა დაბრუნდე, უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ შეხვდე ყველას, განათავისუფლე ეს პოლიტპატიმრები, რომ დაიწყო დიალოგი სწორედ ევროპასთან, დასავლეთთან და გახადო შესაძლებელი, რომ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, რომ ჭირი გაჭირვება ძაღლებსაც კი აერთიანებს ბოდიშვიხტი საზოგადოების წინაშე. მგელი რომ მოდის, ძაღლები რომელიც სამკვდრო სასიცოცხლოდან ერთმანეთთან გადაკიდებული, ისინიც კი ერთიანდებიან ამ საფრთხის წინაშე. ჩვენ ადამიანები ვართ, გონიერი ასებები ვართ. საოცრად ინტელექტუალური ქვეყნის წარმომადგენლები ვართ, რომელსაც საუკუნეები დაამტკიცეს ეს. ჩვენ როგორ ვერ უნდა მოახერხოთ გაერთიანება, მაგრამ ნახეთ, ქვევიდან ოპოზიციიდან ეს გაერთიანება ვერანაირად ვერ მოხერხდება. ეს არის მთავრობის ხელში და ეს არის უშუალოდ ბიზინა ივანიშვილის ხელში, რომელმაც მთელი ეს რესურსები მიითვისა, დაეპატრონა ამას და დღეს თუ ის არ მიიღებს და გააგრძელებს ამ თამაშს, მე რა შუაში ვარ, მე არა მთავრობა, მე რა შუაში ვარ, აი ეს სიტყვა თუ კიდე გამეორდება, ჩვენ კიდევ უფრო დამძიმებული სიტუაცია შეიძლება მივიღოთ და ძალიან ძნელი სათქმელი იქნება, რით შეიძლება ეს დამთავრდეს. რა თქმა უნდა, ყველაზე არასასურველი სცენარი იქნება დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავება აქ ამ ქვეყანაში, ჩვენ სამშობლოში და ჩვენ აქ ჩვენი შვილები ყავს, ჩვენი შვილიშვილები ყავს, ეს ჩვენი სხვა სამშობლო არა გვაქვს, ერთი გვაქვს ეს სამშობლო და რა თქმა უნდა გვინდა რომ აქ თანხმობა თუნდაც ყველაზე გამხდარი, თუნდაც სუსტი თანხმობა ჩამოყალიბდეს და აი ასე თანხმობით თავიდან ავიცილოთ აი საშინელი საფრთხეები, რაც უკვე მოდის ირანიდან, არა მარტო თითქმის ჩვენ ისიც არ ვიცით, როგორ უპასუხებენ ის 12 ქვეყანა, რომელსაც ბომბავს ახლა. საუდის არაბეთთან პირდაპირ განაცხადა კუვეიტმა, რომ ჩვენ დაბომბავთ ირანს. ეს ჩვენთვის კატასტროფა იქნება, რომ ძალიან ბევრი რამ პირდაპირ არის მიბმული ამ ქვეყნების ეკონომიკასთან, იმპორტთან, ფულად საკრედიტო პოლიტიკასთან და ამის შემდეგ. ამიტომ მაინც გამოსავალი რანაირად არ უნდა გაჭირდეს ეს, რანაირად ნელი წარმოსადგენელი არ უნდა იყოს, არის თანხმობა, არის დიალოგი და არის აუცილებლობა, რომ ყველაფერი წავისწრეს აქეთკენ. დიდი მადლობა, რომ ვიყურებდით და მისმენდით. მომავალ შეხვედრამდე მინდა გისურვოთ, რომ ეს კვირა გაცილებით უკეთესი ყოფილიყოს, ვიდრე გასული, რომელიც ძალიან მძიმე იყო.